დილამშვიდობისა, კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. 3 წელი უკრაინაში სასტიკი ომის დაწყებიდან 2022 წლის 24 თებერვალს გამთენისას ვლადიმერ პუტინმა ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა და რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ომის შედეგად უკრაინას დღემდე თავისი ტერიტორიის დაახლოებით 11%-ზე აქვს კონტროლი დაკარგული. ყირიმის ჩათვლით ეს მონაცემი 18%-მდე ადის. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ცნობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში უკრაინაში დაიღუპა ან დაშავდა 40,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. ზელენსკი 50,000-მდე ასახელებს დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცთა რაოდენობას, დაიჭრა 380,000, 10,000-ობით უგზო-უკლოდ დაკარგულია. უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი 867,000-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა. ომის გამო საკუთარი სახლი მილიონობით უკრაინელმა დატოვა. საომარი მოქმედებების დაწყების წლის თავზე კიევში დღეს 13 ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამიტს ონლაინ რეჟიმში დაესწრება დამეტებით 24 სახელმწიფოს პირველი პირებიც. მისივე ინფორმაციით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის სტრატეგიაზე, ასევე უსაფრთხოების გარანტიის ფორმატებზე. დიდი ალბათობით განსახილულ თემებს შორის იქნება გაეროს ის რეზოლუციაც, რომელიც ომის დაწყების მე-3 წლის თავის აღსანიშნავად უკრაინამ ევროპის მხარდაჭერით შეადგინა. დოკუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა შეერთებული შტატებისთვის და მის ნაცვლად ვაშინგტონმა გაეროში რეზოლუციის საკუთარი პროექტი წარმოადგინა. Wall Street Journal წერს, რომ ამერიკა მოუწოდებს კიევს რეზოლუციის პროექტი უკან წაიღოს და მხარი მის მიერ წარმოდგენილ ვარიანტს დაუჭიროს, რომელსაც მხოლოდ ერთი თანასპონსორი ყავს საქართველო. არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით გერმანიაში კონსერვატიული ბლოკი ლიდერობს. ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს 28%-ზე მეტი აქვს. ამავე დროს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა ულტრამემარჯვენე ძალების პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის. მათ საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 20%-ზე მეტის მიღება შეძლეს. მესამე ადგილზეა ოლაფ შოლცის მემარცხენე ცენტრისტული პარტია, გერმანიის სოციალ-დემოკრატები 16.5%-ით. საარჩევნო ბარიერი სულ 5 პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა. ამრჩეულთა აქტივობამ 1987 წლის შემდეგ რეკორდული 83% შეადგინა. კანცლერობის კანდიდატმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანიის კონსერვატორები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩამოყალიბონ ეფექტური მთავრობა, თუმცა უკვე დაანონსა, რომ ის კოალიციას ულტრამემარჯვენე პარტიასთან არ შექმნის. არჩევნების შედეგები საკუთარი პარტიის მარცხად შეაფასა შოლცმა და მერცს გამარჯვება მიულოცა. გერმანიის კონსერვატიული ბლოკის ლიდერი მილოცვებს იღებს არაერთი სახელმწიფოს ლიდერისგანაც, მათ შორის უკვე იყო დონალდ ტრამპიც. ქართული ოცნება დაანონსებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. საუბარია ამერიკული ფარას ზუსტ ანალოგსა და მედიის კანონის ბრიტანულ მოდელზე. კანონპროექტებზე მსჯელობა ბიუროს დღევანდელ ხდომაზე იქნება. მოგვიანებით კი დეპუტატები რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურას მიყვებიან. საკანონმდებლო პაკეტში შედის ასევე ცვლილება, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას ეხება. მართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სიახლე ქვეყნისთვის მხოლოდ დადებითის მომტანი იქნება, რადიკალურად განსხვავებულია ოპოზიციის მოსაზრებები. რეპრესიული კანონმდებლობით ეს პრობლემები, რომელიც დღეს ჩვენ საზოგადოებაში არის, არ მოგვარდება. ეს პრობლემები მოგვარდება პოლიტიკური გადაწყვეტილებები. განაცხადეს, რომ უნდა შემოიღონ ბრიტანული სტანდარტი, მაგრამ არაფერი უთქვამთ ბრიტანულ სასამართლოზე, ბრიტანულ დემოკრატიაზე, იმაზე თუ როგორ იცავენ ადამიანის ძირითად უფლებებს მაგალითად ბრიტანეთში. ამიტომ, როდესაც გადმოაქვთ ბრიტანული კანონმდებლობა, იქნებ ვიფიქრონ ბრიტანული დემოკრატიის გადმოტანაზე. სამივე კანონპროექტი და არა მარტო ეს თითოეული კანონი, რომელიც მივიღეთ 2012 წლიდან ქართული ოცნების პირობებში, ყველა კანონპროექტი, რომელიც კანონად იქცა, ემსახურება და მოემსახურება მხოლოდ ერთს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარებას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, რეალური დამოუკიდებლობის გამყარებას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო განვითარებას, ჩვენი ქვეყნის რეალურად ეკონომიკურ ზრდას, ღირსეულ განვითარებას და ღირსეულ წინსვლას. და ყველაზე მთავარი, აი ამ ყველაფრის საწინდარი არის უსაფრთხოება. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას მართველი გუნდი ეხმიანება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საეჭვო გარემოებები არსებობს და პროცესი გარედან მართულია. ვრცელი პოსტი სოციალური ქსელის საშუალებით თემო წიქვაძემ გუშინ გაასაჯაროა. ის ამტკიცებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი აუდიო ჩანაწერი არაავთენტური და დამონტაჟებულია და დეზინფორმაციის მიზნად აჟიოტაჟის შექმნის მცდელობას ასახელებს.
არსებობს არაერთი საეჭვო გარემოება, ჩვენ თუ გავიხსენებთ მათ შორის შვეიცარიულ ბანკებთან დაკავშირებულ სკანდალს, იქაც ჩანდა, რომ კონკრეტულად ბაჩიაშვილთან მიმართებით ხდებოდა ინფორმაციის დაბლოკვა და არ მოწოდება შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ბუნებრივია, ეს აჩენს ძალიან სერიოზულ ეჭვს იმასთან მიმართებით, რომ პროცესი არის გარედან მართული და ნებისმიერი ასე ვთქვათ, სპეკულაცია, ნებისმიერი მექანიზმი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ჭეშმარიტება არ იქნეს დადგენილი. ბოლო პერიოდის განმავლობაში მოსული ნალექის გამო ინტენსიურად იწმინდება გზები თბილისში. ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე. თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. უწყების ხელმძღვანელი მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დაკავშირებას ურჩევს. როგორც დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, გამზირებზე და მეორე ხარისხოვან გზებზე, ასევე შემოგარენში, შემოერთებულ ტერიტორიებზე პერმანენტულად მიმდინარეობს როგორც თოვლის გაწმენდა, ასევე მარილით დამუშავება. ყველა სატრანსპორტო კვანძი, რომელიც სარგებლობს მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტით არის გახსნილი, დღის და ღამის რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ ერთი წუთით არ კონდეს შეფერხება არც ერთ მუნიციპალურ ტრანსპორტს. ასევე მოსახლეობას მოუწოდებთ, თუ მათ აქვთ რაიმე ტიპის შეფერხება ან ინფორმაცია, თბილისის რომელიმე ქუჩაზე არის პრობლემა, შეუძლიათ ცხელხაზზე დაკავშირდნენ. უამინდობის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სპეციალური სამსახურები დასავლეთ საქართველოშიც. ფოთში დამატებითი სპეცტექნიკაა მობილიზებული. უხვითოვლისგან გზები მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა. უამინდობის გამო დღეს და ხვალ ფოთში დახურული იქნება საბავშვო ბაღები. ერთი დღით შეჩერდა სასწავლო პროცესი ფოთის საჯარო სკოლებში. უკვე მოხერხდა ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდების სრულად აღდგენა. თითოეულობისგან გამოწვეული პრობლემების აღმოსახრელად ფოთში დამატებით მოვახდინეთ ტექნიკის მობილიზება, რომელიც ad არის საჭიროების შემთხვევაში 24 საათიან რეჟიმში იმუშაოს. ხვალინდელი პროგნოზის თოვთან დაკავშირებით ანალოგიურია. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ასევე სკოლები დაისვენებენ. ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელებთ შესაბამის სამუშაოებს, ასევე ქალაქის უდიდეს ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და ეს სამუშაოები გრძელდება. დილისთვის ყველა უბანში იქნება ელექტროენერგია აღდგენილი. ელექტროენერგიის წყლისა და ბუნებრივი აირის შეფერხების მიწოდების შეფერხება გამოიწვია უხმა ნალექმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც, თუმცა ამჟამად პრობლემა უკვე მოგვარებულია. გრძელდება თოვლისგან გზების გაწმენდა. პარალელურად უამინდობის გამო ამ დრომდე აკრძალულია ხაშური, ახალციხე, ვალეს გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. იწმინდება როგორც ცენტრალური გზები, ასევე შიდა საუბნო გზები. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, წყალმომარაგებას და ელექტროენერგიას, აბსოლუტურად ყველა სოფელს და ყველა ოჯახს მიეწოდება. მინდა მადლობა უთხრა შესაბამის სამსახურებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია სალიკვიდაციო ღონისძიებებში. ბერიანდრიას 31 წლისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართა მისვე სახელობის საქველმოქმედო ფონდში. ბედნიერ სახლში ბოლნისის მთავარ ეპისკოპოსმა ეფრემმა ბერიანდრიას სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. ღონისძიებაზე სტუმრებს წარუდგინეს მამა ანდრიას კრებულის სიკეთის საგალობლის მიხედვით გაკეთებული ჩანახატები. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე და პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი დაესწრნენ. უკვე ტრადიციულად აღნიშნავთ ამ დღეს მოდიან სასულიერო პირები, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები, ჩვენი ფონდის მეგობრები და ერთად აღნიშნავთ ამ დღეს ჩემი შვილობილები ჩანახატებს წარმოუდგენენ საზოგადოებას. სიმბოლური არის მამა ანდრიას დაბადების დღეზე ჩემი შვილების სცენაზე მის ჩანახატებს რომ წარუდგენენ საზოგადოებას. ამ პატარა ბიჭმა ძალიან დიდი სიკეთე დათესა და დღემდე გრძელდება ამ სიკეთის კეთება. მე გულწრფელად ძალიან მინდა რომ ამ ბავშვებმა ჩვენგან ძალიან დიდი ზრუნვა მიიღონ და მე რაც შემიძლია მათ გვერდზე ვდგევარ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ სახლს ამ სიკეთისთვის. კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ბერანდრიას, რომლის ჩანაფიქრიც იყო რომ აქ ამ შენობაში აი ამ ადგილას აღსრულებულიყო ის დიდი სიკეთე, რასაც
ეს დაწესებულება ახორციელებს. ეს არის არაჩვეულებრივად დიდი საქმე. უზარმაზარი სითბო, უზარმაზარი სიკეთე, უზარმაზარი სათნოება, რასაც რა თქმა უნდა ყოველთვის სჭირდება არამც თუ უბრალოდ დაფასება, არამედ განსაკუთრებულად აღნიშვნა და ხაზგასმა. მუსიკალური ფესტივალი გიზგიზი მესტიაში დასრულდა ადგილობრივი მცხოვრებლების, ტურისტებისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების წინაშე. ბოლოს ქართველი დიჯეი წარსდგა. ზამთრის კურორტზე სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე მუსიკის მოსმენის გარდა 2 დღის განმავლობაში შესაძლებელი იყო გასტრონომიული სივრცეებისა და გასართობი შემეცნებითი სტენდების დათვალიერება, ასევე სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა. გიზგიზი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით უკვე მეორედ ჩატარდა. ფესტივალი ჩატარდა გიზგიზი მესტიაში. ეს უკვე მეორე წელია რომ ტარდება და ნელ-ნელა ასე ვთქვათ იღებს თავის განვითარებაში შევიდა უკვე და ძალიან კმაყოფილია ხალხის, ვინც მოახერხა მოსვლა. ის ძალიან ბედნიერი დაბრუნდა, ტურისტების რაოდენობა ძალიან მისაღები და მისასალმებელი იყო. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ ვიყოთ ყველაზე განსხვავებულები, არა მარტო კერძების მიმართულებით, არამედ კერძების მომზადების სტილიც კი არის განსხვავებული. ყოველთვის ვამზადებთ ნამდვილი ქართული ასე ვთქვათ წესით. დარწმუნებული ვარ რომ ყველა ძალიან მაგრად გაერთო და ერთი რაღაც შემიძლია ვთქვა რომ მესტიაში ვარ პირველად და ეს არ იქნება უკანასკნელი. აუცილებლად ვესტუმრები თავისუფალ დროს რო ნახავ მესტიას რა. ძალიან მოხარული ვარ, ძალიან გავერთეთ. მადლობა საქართველოს, მადლობა მესტიას. დღის ამბების ნახორცლად ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.gi შეგიძლიათ.